მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გიორგი მურადაშვილი, ჩემ გვერდზე ჩემი შვილი დუდა მურადაშვილი, ვყოფები კიკვიზის ბაღში, რომელიც იყო ჩემ დროს იყო აქ ისეთი სიბინძურე, ისეთი სიტუაცია, რომ ვერც ბავშვს გაასეირნებდი, ვერც დასასვენებლად გამოხვიდოდი შაბათ-კვირას, ვერც პიკნიკზე გამოხვიდოდი. აქ იყო უფრო ისეთი ჩაბინძურებული, ბნელი სიტუაცია 90-იანებში, როგორც იყო ჩხუბები და არჩევები და ასე შემდეგ. ბავშვებთან მიცაღად გავაგზავნე პრაქტიკულად ჩემ თავებას კი მოგხსენებათ. აქედან გადავარდ ცნობილ სასესოში, რომელიც ბაბუას ბავშვობიდან არსებობს, იქ დადიოდა ბაბუა ჩემი თავის სამეგობროსთან ერთად, საზმაკაცისთან ერთად, სვავდალოც მიხდა სოსის, მე დადიოდა მამა ჩემი თავის კლასელებთან, მეგობრებთან ერთად. მე დავდიოდი რამოდენიმეჯერ ნამყოფი ვარ. მეც მომიდა, რომ ჩემი შვილები წამოყვანა სასესოში და გამესინჯებინა იძველი გემო, რასაც მაგალითად თომას და დუდას ბაბუა თავის კლასელებთან და მეგობრებთან ერთად მიირთმევდნენ ბავშვობიდან, იმიტომ ჩვენ სახთან ახლოს მდებარეობს ეს სასესე და ძალიან ისეთი ნოსტალგიური მომენტია არ შეცვლილა საერთოდ. ასევე დაგეთვალებინებთ კიკვიზის ბაღს, როგორ ლამაზად გაკეთდა, როგორ დასუფთავებულია, მოსაფრთხოების კამერებით აღჭურვილი, საპიკნიკე ადგილები, გასართობი ადგილები, თავის სტადიონები, ჩოგბურთის, ფეხბურთის, კალათბურთის, აი ყველაფერია ფანტასტიკურად და ეთყობა ნამდვილად. 25 წლის წინ აქ მოსულიყავი და რომ დავდიოდი ხოლმე მაგალითად მე 10 წლის ბავშვი და ეხლა ხომ ჩემი შვილი 10 წლის ბავშვი რადიკალურად განსხვავდება ეს ყველი, მაშინ არც გამოისვლებოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ის შეხედავად კი ვიცოდით. დუდა ცოტა პასიურობს, მაგრამ არ აუშავს, თან ცივა ეხლა მოსაგებს და თომა შენ შემოგვიერთდი რა? ახლა ჩვენ მოვედით კიკვიზის პარკში, რათა დავათვალებინოთ როგორი გარემოა აქ ამ დღეს. ასევე ჩვენ მოგვიერთთ გადავიდეთ სასუსეში, რომელიც გიორგი მოგითხრა ცის სახელსა, მოჩერმა.
აი ჩვენს მოვედით ცნობილ სასოსისეში, სადაც შევალთ ახლა და დავაგემოვნებთ ცნობილ ძველებურ სოსისებს. სადაც დადიოდა, როგორც მოგახსენებთ, პაპა ჩემი, მამა ჩემი და ჩვენი 4 თაობაც აგემოვნებს ამ სოსისს. რა სიტყვი და? და მაინტერესებს როგორი სოსი იქნება და იმედი მაქვს რომ მოეწონება. როგორ ფიქრობ, მიუნხენში დაგემოვნებულ სოსისებს თუ აჯობებს? არ ვიცი. ნახოთ. ვერ. ვერა? აი, ისე მოგეწონება რომ მეთქი ხოლმე რომ კი წამიყვანო. შენი აზრით? ჩემი აზრით აჯობებს მიუხედავად აჯობებს. სოსისებს და დიდი იმედი მაქვს რომ მეც მოვეწონება. ძალიან კარგი. შევიდეთ, დავათვალიეროთ შიგნით. ბოდიში. გამარჯობა. რომ შეიძლება გადაღება? როგორ ახარ? როგორ არ არის? აქ დადიოდა პაპა ჩემი, მამა ჩემი. მეც მოვყავდი ხოლმე და ეხლა მოვიყვანე ჩემი შვილები. ეხლა შვილა 4 თაობა. პაპა და მამა არ გამოვყვა უბრალოდ. როგორ არ არის გადასაღები? მთელი ისტორია არის ამაზე. ერთ ბაკალორს მივიქნევ და აბა დავაგემოვნებთ. ვაჭახუნოთ. აუმარჯოს. ჩვენ აქ მოსვლას და ანუ როგორი სიმბოლური დღე არის, რომ ანუ ჩემი პაპა რო აქ მოდიოდა ხოლმე, მეორე პაპაც. ეხა არ გამოკვნე რაღაცა კამერის კომპლექსი აქვს ალბათ. ამა ჩემიც დადიოდა ხოლმე და ერთხელ ყავდი მე თუ არ შევდიან ორჯერ წამოყვანილი და ეხა ჩემი ბიჭები მოვიყვანე. ჯერ კომენტარი არ გააკეთოთ, ნახოთ როგორი სოსისი იქნება, დოქში ამოვალოთ. მაგარი სოსია. კომენტარები წამოვიდა. მე რა მოვიწონა? მოგეწონა? არა. აბა როგორ მოგეწონა, მამი? ეს სოსი ძალიან მოვიწონა, ძალიან გემრიელია, დოქში ძალიან გემრიელია და რაღაცებიდან მომწონს ეს ადგილი და უძროს გნო თავს. ძალიან კაი ადგილი არის. ადგილზე რა მოგახსენოთ? რა? სოსი ძალიან გემრიელია. მე ძალიან მომეწონა, მეგობრებო. ძალიან გემრიელი სოსისი არის. გაგიმარჯოთ, ჩემო გამომწერებო. ჯერ ცოტანი ვართ, მაგრამ აუცილებლად გავიზრდებით. ნელ-ნელა არსად არ გოჩქარება. ჩვენ ვეცდებით კაი კონტენტი შევასწავლოთ. გამოიწერეთ ხოლმე ჩვენი არხი. დაასაბსკრაიბეთ. და ვეცდებით უკეთესი კონტენტი გავაკეთოთ. გავიმარჯოს ბიჭებო, კარგად ვიყოთ, ჩვენ არხს გავიმარჯოს და ჩვენ გამომწერებს გაგიმარჯოთ ყველას. მადლობა გვერდში დგომისთვის. ლუდის გემო, აი ადრე რო ხონდა. ეგეთი გემო აქვს რა. ანუ აი ყაცბეგის გემო, რაღაცნაირი კაი ლუდია. სოსის ძალიან კაი. უფ, დოგიც მცხარია. და პური ჩხდება. დავიჭირე. აი და რა ჯერ პაპალო ვიყურებდეს რა ხართ? ძალიან გავხარდებოდა. თუ გაუკვირდებოდა რა კიდე თამადო. შენი აზრით? ორივე. ორივე ხო. Слушай. Чтобы уже слезы текли. Я не плакал. ეს გოლსოში რატო ის ლოხსა დამოვიძნა? მე კიდე თორ ხედავ. მეგობრებო, ფოლოვერებო გაგიმარჯოთ. ვიცი რომ YouTube-ზე ძალიან ძნელია პოპულარობის მოპოვება და
ყოველივე თქვენგანს დიდ მადლობას გადაგიხდით კიდევ ერთხელ. თქვენს თუ იტყვით ჩვენი follow-ების სადღაც გაიქნება. მადლობა რომ როგორც შეგვიძლია და გამოიწერეთ ჩვენი არხი და უფრო ნელა გავისებთ და მოგემატება გამომწერებით. გაუმარჯოთ ჩემ follow-ერებს. გამიმარჯვეთ. Улица Мария. გავარტყათ ერთი პორციაც. Салема порция. Эти тавагемут. Агимарут. მეგობრებო, ისე მოგვეწონა დავამატეთ. დავამატეთ ახალი პორცია. და შეგვიძლია მივიდეთ. Я просто не понимаю, как работает. ხოლმე ჩემოდიან ჩვენ გვერდზე რუსები ბიჭები არიან, სვავენ, ჭამენ, ეხლა ჩემოვიდნენ აზახებით, რუსები დაახლოებით. ზუსტად ვერ მივხვდი. და როგორც ჩანს ძალიან ცნობილი ადგილი არის ეს უცხოელი ტურისტებისთვისაც და რაც ორმაგაც აციხარულოა. ჩვენი მისია შევასრულეთ. 4 თაობა ვიყავით აქ, პაპაჩები, მამაჩები. ნუ ესენი პაპა და მამა ხშირად დადიოდნენ, ამობნელები ვართ. გვერდზე აბანო იყო ადრე, მე აქ გადმოდიოდნენ, როგორც მომიყვა პაპამ და პატარა მურადაშვილებიც წამოვიყვანე. არ ვიცი, ამათი შვილის დროს თუ იქნება, უეჭველი წამოვიყვანეთ. ისე მადლობას მოგახსენებ, გამოიწერეთ ჩვენი არხი. და მომავალ შეხვედრამდე. Გამოიწერეთ ჩვენი არხი და ნახვამდის. Слушай, я, наверное, старик.